მოგესალმებით, ეს პოპკასტია, მივესალმებით ჩემს თანაწამყვანს, ჩვენს სტუმარს, ვასკა გეგელია, რომელიც განსაკუთრებული მიზნით და მიზეზით გვყავს დღეს მოწვეული. ვასკამ გაიარა პიროვნული ზრდის კურსი. ეს ერთი ფრაზა პრინციპში გასაგები და მარტივია თითქოს, მაგრამ ამ კურსის უკან მთელი გადაწყვეტილებები და შეიძლება ცხოვრებისეული ცვლილებების და გარდატეხაც ივალებოდეს, ხო მართალია და ეს ძალიან საინტერესოა, როდესაც კონკრეტული ადამიანის მაგალითზე, მის ამბავზე გვაქვს შესაძლებლობა, რომ გავიაზროთ ეს მოვლენა. მოდი დავიწყოთ, ვასკა, პირველი ალბათ რაც მაინტერესებს არის შენი ამბავი საიდან იწყება, როდის იყო ის წერტილი, როცა თქვი რომ რაღაც ისე არ ხდება, როგორც მინდა რომ ხდებოდეს შენ ცხოვრებაში. გამარჯობა კიდე ერთხელ, მადლობა მოწვევისთვის. თქვენც მადლობა. მე იმ დღიდან რაც პიროვნული განვითარების კურსზე შევდგი ფეხი ბატონ ნუგზართან, მას მერე ამ კურსის ძალიან დიდი გულშემატკივარი ვარ და მიხარია რომ მეძლევა ეხა საშუალება რომ კიდე უფრო მეტს მოვუყვე თქვენის დახმარებით, იმიტომ რომ ალბათ ამას ვაკეთებ მას მერე რაც იქ შევდგი ფეხი და მას მერე რაც გავიაზრე რამდენად მნიშვნელოვანი არის ეგ პროცესი რა. ყველაფერი დაიწყო იქედან რომ ზაფხულში მქონდა ეგეთი მომენტი რა. ბევრი წელი აქამდე მივდიოდი მოკლედ რა. და სულ მქონდა რაღაც იმის განცდა, რომ მიუხედავად იმისა, რომ თითქოს გარეგნულად ყველაფერი კარგად არის ჩემს გარშემო, მადლობა ღმერთს ჯანმრთელი ვარ, შემდგარია საქმე, ყველაფერი, მაგრამ აი შინაგანი და უკმაყოფილებლობის გზნობა იმისი, რომ სადღაც იქ არ ვარ, სადაც მინდა, ან ჩემ თავს ისე ვერ მართავ, როგორც მე მინდა და ბოლოს იქამდე მივედი, რომ მივხვდი, რომ ჩემ თავს არ ვიცნობ რა. მიუხედავად იმისა, რომ თვლი, რომ ბევრი წელი მაქვს თითქოს ამაში გატარებული, რომ უნდა ვიცნობდე და ეს რაღაც აპრიორში გგონია ჩვენ, რომ ჩვენ ჩვენი თავი ვიცით. და სარკეში ვიყურებით და ვისაც ვხედავთ, გგონია, რომ ვიცნობთ იმ ადამიანს რა. თურმე ეგრე არ არის. იმიტომ რომ როცა იცნობ იმ ადამიანს, აბსოლუტურად სხვანაირად იქცევი რა და საფხულში რაღაცა, ესე რომ ვთქვა, პიკური მდგომარეობა მქონდა იმისი, რომ თავარი ჩემი მაჩვენებელი იყო ემოციების დამოკიდებულება. რა საბოლოო ჯამში მივხვდი დავარქვი სახელი და გადავიდი. როგორ ემოციებზე? ემოციებზე დამოკიდებულება. თქვენს ემოციებზე თუ გარშემოყოფებზეც? საკუთარზე, გარშემოყოფებზეც რა და როგორ ვექცევი ამ ყველაფერს და როგორ აი ელემენტარული რაღაცით, რაც შეიძლება თქვენთვის, როგორც სხვა ადამიანისთვის არაფერი არ იყოს ეგ. ჩემთვის ის რომ აი მაგალითისთვის ვიღაცა ისევე არ მომესალმა, როგორც მე ველოდი. შეიძლება მასთან არ გამომიხატა, მაგრამ ჩემთვის ეგ იყო, რომ აი რატომ მოხდა ეგრე რანაირად და ამას ავყოლოდი იმ დონეზე, რომ შინაგანად ძალიან ცუდად ხარ. მე ვეღარც კონცენტრაციას ვერ ახდენ ვერაფერზე, საქმეშიც ხელს გიშლის, მარტო ყოფნაშიც გიშლის ხელს, რაც აქვე ვიტყვი, რომ ძალიან მნიშვნელოვანია რა. ადამიანს საკუთარ თავთან დარჩენის არ უნდა გეშინოდეს. მარტო ყოფნა არ არის ცუდი და უნდა შეგეძლოს რა და როცა არ იცნობ შენ თავს მაშინ არ შეგიძლია. რა მაინტერესებს იცი, ახლა რომ დავკონკრეტეთ და უფრო თვალსაჩინო გახდეს, იმიტომ რომ შენ როცა საუბრობ, შენ იცი შენი ამბავი და იცი რაზე საუბრობ, მაყურებელმა არ იცის, ცოტა რომ გავშალოთ. სანამ მიხვიდოდი პიროვნული ზრდის კურსზე, შენი ასე ვთქვათ, ოჯახური სტატუსის მდგომარეობა როგორ იყო? ოჯახთან ერთად ცხოვრობდი, მშობლებთან ერთად ცხოვრობდი. ეს შენთვის იყო და ასე ვთქვათ, დამაკმაყოფილებელი სტატუს ყო? ნახე როგორ არის იდეაში, ეგ არის ძალიან ოკეი რა. ანუ დღეს ოკეია. ყველასთვის. ხო, კი, ჩვენ კულტურაში მით უმეტეს მშობლებთან ერთად ცხოვრება მიღებული. ადლიერების მეტიც არაფერი არ გეთქმის ადამიანს, როცა შენ თვლი რომ ჯანსაღ გარემოში იზრდები რა. უბრალოდ არის რაღაც მომენტები მე ცხოვრებაში, რომ ზუსტად აი შენთვის ყოფნის ნაწილი. რაღაც მომენტში იკარგება რა. შენ გქონდა ეგ იმპულსი, რომ დამოუკიდებლობა გინდოდა. ხო, მიუხედავად იმისა, რომ ნუ მე ისე გავიზარდე, რომ იდეაში დამოუკიდებლად გამზარდეს. და ჩვენი საერთო ოჯახის პრინციპი ის იყო, რომ ყველაფერს ერთად ვაკეთებთ, იმიტომ რომ არც უფროსი თაობა არ იღებს გადაწყვეტილებას ცალსახად და მარტო კონსულტაციები ხდება, როგორც შვილებთან, ზივართ ერთად, მაგრამ აი არის რაღაც ნაწილი რა, სადაც შენ მაინც გიწევს გათვალისწინება. გინდა რომ ითვალისწინებ ყველა ვარიანტში. მარტო ოჯახს არა, იმ გარემოს, სადაც იზრდება. კი ბატონო.
სადაც ისწავლე, სადაც რა ეზოშიც გაიზარდე, უნივერსიტეტი იქნება, სამსახური იქნება თუ რაღაცა რა და აი ეგ ყველაფერი წინ ბატონ უგზართანაც ილაპარაკეთ რა, რომ ხებისთვის გამოდის რომ ცხოვრობ. მაგრამ ამას ალბათ მიხვედრა ჭირდება და აქამდე მისვლა უნდა რა. მე ვერ ვიტყვი რომ ყველას აი ეს გაცნობიერებულად უნდა მოხდეს. და უნდა აღმოჩნდეს სადღაც ეგ მომივიდა რა, იმიტომ რომ რაღაც ნაბიჯების გადადგმა რომ მომიდა ჩემთვის, იმდენად გამიჭირდა, რომ აი მე თუ ეს ნაბიჯი ესე გადავდგი მე. აი შეგიძლია მაგალითი თქვა რა ნაბიჯზე იყო, აი რაც გაგიჭირდა. აი თუნდაც რავი, იმ ელემენტარული გადაწყვეტილების მიიღება, რომ აი კონკრეტულ დროს აიღო შეგულება რა. შენთვის. და წახვიდე შენთვის შენთვის და შენ დაიშვენო. მაგრამ ამ დროს შემოდის როგორი პასუხისმგებლობები, იცი რომ არის რაღაცა, ნუ კაი მე მცალია ეხა მაგ დროს, მაგრამ არის რაღაც საქმეები, რაც დაუმთავრებელია. ნუ ესე გონია შენ ესია ტვინი მოწყობილი რა. ან თუნდაც ვიღაცაც შენი ზრუნვა ჭირდება. შენი ინტერესები გადაგაცნობს უკან პლანზე. საერთოდ ის სოციუმში ცხოვრობ, პასუხისმგებლობის გადანაწილებულია და ასე შემდეგ და ასე შემდეგ რა. ის რომ მაგალითად ამისთვის რომ კონკრეტული რაღაცების რესურსები გამოყო, მე რაც შეიძლება რომ დაგაკლდეს ან არ დაგაკლდეს. ის რომ ამდენი ხანი რომ საქმეს მოწყდები, მიუხედავად იმისა რომ საქმეში სხვაებიც არიან, აი იქ რო აი მე რო არ ვიქნები, მაშინ რა იქნება? ხშირად მქონია რომ აი წავსულ ვარ თუნდაც ეგ დროს ვერ დამისვენია, იმიტომ რომ ტვინს ვერ თიშავ, ვერ ჩერდები და სულ გონია რომ რაღაცა. აი ეს ირგვლივ ადამიანების განს ყოფილა ეს დამუნათება, რომ დავუშვათ აი შენს გარეშე რა გვეშველება ეს რაღაც გაფუჭდება. იცი როგორ არის? ესეც ალსახად ეგ ერთმანეთს შემთხვევაში არ არის, მაგრამ იმდენად ისე ხარ შერწყმული იმ გარემოსთან, რომ სულ რო ეს არ გითხრან. ხო, ანუ გაცხადებული არ იყოს, შენ თვითონ ავტომატურად გიხსნო ამას. ხო, ამას აკეთებენ თუ არ აკეთებენ, შენი მდგომარეობაა ეგეთი რა და განსაკუთრებით კიდევ ერთხელ ვიტყვი იგივე საქმის მიმართ რა. არიან ადამიანები, ვიზეს დელეგირება შემიძლია გავაკეთო და აკეთდება საქმე. ხო. მაგრამ ამის დანახვა ეხა დავიწყე რა, მაგრამ აი ზუსტად რომ იმის მერე რა ქვია, ანუ კურსის აი მე რა მაინტერესებს, სანამ კურსზე პიროვნულის კურსს დაესწრებოდი და გადაწყვეტილებას მიიღებდი, რომ გჭირდება ეს, რა ემოციები დომინირებდა შენში, რამაც ხო? შფოთი. გადაუწყვეტილობა, ანუ გადაწყვეტილების მიღების შიში რა. ელემენტარული გადაწყვეტილებებზე თუნდაც რა. ძალიან მარტივ რაღაცებზე, რა იყიდო შენთვის, რა არ იყიდო, რა გააკეთო, საწახვიდე, სადაც წახვიდე. თან ამისთვის არანაირი წინაპირობა არ გაქვს ამ დროს. წესით ასე არ უნდა იყოს ისედაც. აი გვერდიდან ვიღაცას რო შეგიხედა რა პრობლემაა. ანუ ბატონო, ზარი ხშირად აღნიშნავს ეს შინაგანი მდგომარეობა. შეიძლება არავინ არ ძალადობდეს შენზე და აკეთებდეს რაღაცებს, მაგრამ მაინც აკეთებ, მაინც არის სიტუაციები ალბათ ადამიანების, სადაც ეს ძალიან გამოხატულია და ვიღაცას შეუძლია პირდაპირ ხელი დაადოს მიზეზს და თქვას, რომ აი მე ესე მიშვებიან, ამიტომ არ ვარ თავისუფალი და ამიტომ. ჩემ შემთხვევაში ესე არის ყოველ შინაგანი მდგომარეობა მიდიოდა აქამდე რა და თვლი რომ ეს უფრო რთულია, როცა გაცხადებული არ არის. წინააღმდეგობა იმის თუ შენ რისკეთება გინდა, როცა ეს ცალსახა არ არის და ესე ვერ ამბობ რომ რა გიშლის ხელს ვერ ხვდები თითქოს. თქვი და რა არ გამოვიდა? ხო. აი როდის რაში ქონია პრობლემა? მართლაც ეგრეა. ან შენ შინაგანი მოლოდინები ქონდა რომ შინაგანი მოლოდინები არის. ეწყინებათ, გაბრაზდებიან. ზუსტად ეგ არის რა. და აი ამ საკუთარ თავზე ძალადობა აღინიშნა წინა პოდკასტშიც, რომ ადამიანს შეიძლება გამოიწვიოს ფსიქოსომატური დარღვევები. თქვენ გქონდათ რამე გამოხატული? მოდი ესე ვთქვათ, რამე პროფესიონალთან ამაზე კონსულტაციისთვის არ მივშულა, მაგრამ ჩემს მდგომარეობას გეტყვით რა. ზუსტად გაფულში ის პერიოდი იყო, სანამ გადავწყვიტავდი, რომ დამერეკა და ჩავწერილი ყავი კონსულტაციაზე ბატონ უგზართან. ისე დაიმთხვა, რომ ჩემს ზაფხულია თბილისში ვარ, აბსოლუტურად მარტო ვარ. ანუ ყველა წავიდა, ყველა ისვენებს და აი ეს ემოციები რო წამომივიდა. ეს ბრაზი, შფოთი. შინაგან ავყევი, რაღაც გამაღიზიანებლები, ძალიან მარტივი გამაღიზიანებლები იქ რაღაცა მეგობარმა მივწერე, იმან არ მიპასუხა, ვიღაცა დამჭირდა, ის უცებ იქ არ იყო, ასე. ამ ყველაფერმა მე 1-3 დღე მქონდა, რომ აი გამოვიკეტე. ადგილს ვერ პოულობდი. საერთოდ, რაც, ნუ, ისედაც ემოციები, ისედაც სულ ჭარბად ქონდა, მაგრამ ესეთი გამოხატულებით იქამდე რომ აი სადღაც მიდიხარ და მართლა გულის ტკივილს გზნობ, გონია რომ ჰაერი არ გეყოფა,
გონია რომ აი დალეწავ ყველაფერს რაღაცა გინდა გავდივარ გარეთ, დავდივარ ფეხით, აღარც მუსიკა მშველის, აღარც ის და მე ის მომენტი რომ ეხა მქონდა ის მომენტი რომ თითქოს დამშვიდება დავიწყემით რომ მოსაღამოვდებოდა რავი კათხალუდი ან რავი ბოთლი ღვინო და აი ეს რომ გამიმეორდა და მე რომ ჩემი თავი იმაში დავიჭირე რომ სადღაც საშუალს უკვე ყოველობ იქ რომ ჩემთვის მარტო დავждე და ანუ ჩემი ცხოვრებაში ჩვეულებრივი მომენტი არის საქართველოში გავიზარდე მიყვარს ჭამას მაგრამ სტანდარტულად რა კარგად რა ამას არ ვაქცევ ყურადღებას არ ვაქცევდი იმიტომ რომ ჩემი ცხოვრების ნაწილი და ჩვეულებრივი მოვლენა რომ პირიქით ვაშავებდი ჩემი სოციალიზაციის ერთ-ერთი მთავარი გამოვლინება იყო ეგ რომ აი მეგობრები და ერთად შეკრება რასაც რა თქმა უნდა ალკოჰოლი ახლა ჩემს ცხოვრებაში მარტო ალკოჰოლია ეგ რა და ის რომ მე მარტო დავიწყე ამის კეთება და სადღაც შვება იმაში ვიგრძენი რომ ერთი კათხა რომ კათხამ თითქოს და ვითომ დამამშვიდა ამაზე მე უფრო მეტი ვინერვიულე შენ აცნობიერებდი ამას ხო? იმიტომ რომ მანამდეც ინტერესი იმის მიმართ რომ მე ცოტა მეტი უნდა ვიყო ვიდრე ვარ, სულ მქონდა. საიდან არ ვიცი პირდაპირ ვიტყვი, შინაგანი გამოძახილი იყო, სულ რაღაცების კითხვაში, მოსმენაში, აი ხალხის შეხვედრაში და მიყვარდა ის რომ გამეგო ვინ როგორ თავის ცხოვრებას როგორ უვლის, ხო და ჩემი მოცემულობა რომ მივხვდი რომ მარტო ვერ დავრჩი იმ მოცემულობაში როცა მენატრებოდა დასვენება და უცებ მართლა მარტო აღმოჩნდი რომ მოდი შენ ამაზე კარგი შეირგო ხო წამოვიდი ნეგატიური ემოციები სამქმეში კარგად არის ოჯახში კარგად არიან სამეგობრო კარგად არის ყველა თავის გზაზეა და შენ რომ მარტო ხარ ისეთ ელემენტარულ რაღაცეებზე ფეთქდები და ისეთი ელემენტარული რაღაცები გაგდებს საერთოდ ანუ ყველაფრიდან ამოგაგდოს რა რაღაც ცხოვრების ეტაპზე სხვადასხვა დროს გაგს და შენ დღის წესრიგი რა აი ამ ყველაფერში რო ავირიე და თან ამას მოყვება ყოველთვის ჩვენ ხშირ შემთხვევაში ბევრი რაღაცები გგონია აი ფიქრებმა იცის წაღება. ო, ისი რა არის ჩემთვის საინტერესო, რომ ესე იგი შენ რო გადაწყვიტე, რომ უნდა აი რაღაცა გამოსავალი იპოვო და პიროვნული დისკურსის თუნდაც ეს მოძიება დაიწყე, ესე იგი ეს ძალიან დიდი ამპლიტუდით და ეს არის სამ დღეში პირდაპირ გეტყვით რა, ეს რაღაც ნელ-ნელა რამდენიმე წლის მან პირდაპირ საერთოდ 2 წლიანი არის ის, რომ იქ რაღაც ცხოვრებისეული გარდატეხები, რაღაცეები, ყველა ეტაპზე სულ თuliდი რომ მე არ ვარ საკმარისი, ანუ საკუთარ თავს უწესებდი რაღაც, მე კი არ უწესებდი, ეხლა რომ ვაკვირდები, რაღაც მიღებულ სტანდარტებს ვეკიდებით, რომ რას უნდა ვაკმაყოფილებდეთ კონკრეტულ ასაკში, კონკრეტული განათლებით, კონკრეტული, რავი, გეოგრაფიაში მცხოვრები ადამიანები, გონია რომ აი აუცილებლად შენ რო წარმატების რაღაცებს აკმაყოფილებდე, ესეთი უნდა იყო. იდეაში ყველაფერი მაქვს ეგეთი, მაგრამ შინაგანად რომ აი არაშე მაინც არაკეთებს ისე შეგაწუხა ამ მდგომარეობა და ეს გროვდება და ბოლოს აი აქამდე რომ მივიდა გაგონილი მქონდა ერთი წლის წინას გაგონილი მქონდა არ მოვიტყუები მაშინ ეტყობა ესეთი გამძაფრებული არ მქონდა და ჩავთვალე რომ ჩემით გადავიტან ჩემით ვიზავ ყოველთვის მქონდა ცდილობები რომ აი ორშაბათს ვიწყებ რა აა ბევრი ორშაბათი რომ დავიწყე და სამშაბათზე დავანებე, ან ორშაბათს აღამოსვე, ბევრჯერ მე უკვე ბრაზდები საკუთარ თავზე რა, რას ქვია, რატო ვერ. და გადაწყვიტე უკვე პროფესიონალების მეთქი, ცადო მაინც რა. იმიტომ რაღაცები ჩემით ვეცადე, ვარჯიში იქნება, კითხვა იქნება თუ 1000 საშუალება, რავი. ტაძარშიც დავდივარ, ასე შემან სხვადასხვა მიმართულებები, რაც კი ვიცოდი რომ იმაში სულიერ სიმშვიდე რომ ვიპოვო, ვცდილობდი ჩემით მეპოვა, რავი, ხან ფეხით სიარული, ხან კალაგარეთ გასვლა, მეგობრები, ის რაც მიღებულია, ხო? აი დღეს რომ ვიღაცას უთხრა რომ ესე რა, წამო რა, გავიდეთ, მოვისმენთ. ან დაიკიდე გეტყვი. ხო, აი არავუშავს ყველა ეგრეა და ასე შემდეგ. ეგ ეტაპები რომ გავიარე და გავიგე რომ ყველა ეგრეა, მაგრამ მე არ მინდა რომ ესე ვიყო რა. იმიტომ რომ მართლა შემიშალა ხელი და საბოლოო ჯამში რა ისიც კი რაც აქამდე ნაშენები მქონდა ვატყობდი რომ ისიც ხელიდან უნდა გამომეცალოს და არ მაქვს მე მაგის უფლება რა
არ მაქვს, იმიტომ ეხლა შეიძლება ცოტა განჯაში შევდივარ საკუთარ თავის და რაღაცებს ვაკეთებ, მაგრამ ერთ-ერთი მთავარი მამოტივებელი იყო ისე, რომ მე ესე მდგომარეობაში რომ გავაგრძელო, პატარა შვილი რომ ეძდება, მისთვის არ ვიქნები სწორი მამა რა. კი ბატონო. ერთ-ერთი მთავარი შვილი იყო მოტივატორი მთავარი. ჩემი თავი და აი მეტი არაფერს არ ქონდა ის, რომ შეგვიძლია რესურსულ მდგომარეობაში, იმიტომ რომ ის რო გაიზრდება, მას რო თავის გამოწვევები ექნება, ქონდა სწორი მაგალითი. მაგალითი, არა, ანუ სწორი ადამიანი, სწორი მეგობარი და გამგებან მე ვიყო მზად იმ სირთულეების გასაგებად და მისაღებად, პირველ რიგში რომ მივიღო, რა სირთულეების წინაშე შეიძლება ჩემი შვილი აღმოჩნდეს. კი ბატონო, კარგი, მიხვედი და აიღე პიროვნული დისკურსი. მერე რა ხდება? აი პირველი შთაბეჭდილებებით დავიწყოთ. ვემზადე. ხო. არ მეყო ერთი თაბახის ფურცელი, აი ეს ავდექი და წერე, რომ რაზე მინდა ვილაპარაკოთ. აი იქ რომ წინასწარ მოვამზადე, რომ თან ისეთი განცდა მქონდა, რომ დავრეკე ორ დღეში ვიყავი, რომ მეგონა რომ იქვე ვიწყებდი რა, ანუ ძალიან ის მქონდა, რომ იქვე მჭირდებოდა ეგ რა. ერთი შეკითხვით შემოვალ ძალიან დიდი ბოდიში. თქვენ მაღალ სტანდარტებზე რო ისაუბრეთ, ანუ ეს თაბახიც რო გაამზადეთ. აი ახლა რომ მიდიოდეთ გამოსავალში კურსებზე, ისევ გაწერდით ამ თაბახის ფურცელს თუ სპონტანურად მიხვიდოდით და ღიად ისაუბრებდით? არა, კიდე ჩამოწერდი და გეტყვით რატო ეგ თაბახის ფურცელი შენახულია დღესაც და მე უნდა გადავხედო რა. იმიტომ რომ კარგი არის, როცა ზოგადად პიროვნულის დისკურსზე მივეჩვიე წერას და მართლა ძალიან მნიშვნელოვანი ინსტრუმენტი არის. სამ წერამდე მივალთ. მაინტერესებს, ახლა მიდიხარ პირველი ინდივიდუალურ შეხვედრაზე მიდიოდი თუ ჯგუფურ? ჯერ მივედი ინდივიდუალურ შეხვედრაზე, რომ გავიარო, რომ იმიღებენ თუ არა. საკმარისად გატანჯული ხარ თუ არა? ვაფშე ჩამოსაწერი ვარ თუ არა? ანუ თუ ეგეც აღამშველის და დაგირეკავთო და აღმოჩნდა რომ აგვისტოში რო ვიყო ოქტომბერში ვიწყებთო და აი ის პერიოდი იყო ჩემთვის რომ აი მეთქი რა მოითბეს ოქტომბრამდე შეიძლება გავფუჭდე საერთოდ აღარ მაგრამ შემოქმედებით მოლოდინი იქნებოდა მაგრამ იმხელა სტიმული გამიჩნდა და სურვილი რომ რაღაცეები აი ის ფონი დამიწყნარა და მანამდე მოდი ესე ვთქვა სანამ რაღაცა ზუსტად კარგ დროს მივედი იმ დროს როცა უკვე იქვე რომ დამეწყო იქ გაცილებით მეტი ემოცია, მეტი აბდაუბდა და შეიძლება მიმღებლობას ნაკლები მქონოდა, მოკლედ მაგის თქვა მინდა რა. ანუ აღმოჩნდა რომ ეს პროცესი მოსამზადებლად გჭირდება. ჩემთვის მე ეხა აქედა რომ უყურებ, აი ეგ რაღაც პერიოდი თვენახევრიანი იყო მნიშვნელოვანი რა. იმის გამოსაცდელათაც რომ ამაზე ჩავიქნევდი თუ არა ხელს რა. იმიტომ რომ აი რისკი იმისი რომ იქ რამდენჯერმე ვიფიქრე რომ აი ხა რა უნდა მოისმინო ისეთი რაც სხვაგან არ მოგისმენია. ხო და აი სინამდვილეში რა მოხდა? მიხვედი ამ შენ დავთვრით მერე? მე და ბატონმა ნუგზანმა გავისაუბრეთ, ეგ შეინახეო. გავუტოვე უბრალოდ. არ დანებდით. დღეს აი ხელში არ მაქვს ის ფრცელი, მაგრამ ყველაფერი მახსოვს რაც მეწერა და ძალიან ბევრი ასპექტი დღეს გადაფასებული მაქვს. აი მოდით რა მითხარ სანამ გადაფასებამდე მივალთ აი იმ პროცესში რა იყო შენთვის ყველაზე აი რაღაცა წინაღობა ხო შეიძლება ჩაკეტილობის მომენტი რომ ეს რას იძახიან ან ჯგუფია დავუშვათ გახსნილობა რა მოუყვე რა ხო აი ეს სწორად ამბობ რაღაცებს რა ზოგადად თვლი რომ შედარებით უფრო გახსნილი ადამიანები და რაღაც პრობლემებია თუ რაზეც ასაუბრო მზად ვარ ხოლმე მაგრამ აბსოლუტურად სხვა ადამიანები რო ხვდებიან, ეგეთი იოლიც არ არის. შენი პიროვნების გადაშლა. და შენი ტკივილების გამოტანა საჯაროდ. ეს არ არის იოლი, მაგრამ ძალიან კარგი გამოწვევაა და ერთ-ერთი პირველი ნაბიჯი იმისკენ, რომ ეგრე უფრო იწყებ შენ საკუთარი თავის მიღებას. პირველი რითიც დავიწყეთ, გავიაზრე ის, რომ მოდი ეხლა მე განცარს არ უნდა ვფიქრობდე. ყველაფერი უკვე უნდა გადავდო და უბრალოდ მივყვე იმ პროცესს, რაც არის. ეს არის ძალიან მნიშვნელოვანი. ან თვითონ გარემომ გაგიჩნდათ ამის ნდობა, ხო, რომ ეს ზალა გეკცნოთ თქვენთან. იქვე, ან ის გამოწვევები იქვე გაქვს, რომ აი რაღაცებს რო ისმენ გონია, რომ აი არარეალური გონია რა. არის ეგეთი მომენტებიც, მაგრამ
ზუსტად 5 წუთში რწმუნდები, რომ მაგაზე რეალური არაფერი არ არის, ну, ჩემ შემთხვევაზე ვლაპარაკობ ხამე და მართლა რწმუნდები იმაში, რომ მოდი მივენდო პროცესს, რაც ჩემი აზრით ძალიან მნიშვნელოვანია და აი როგორ უნებიან რომ მოდი უნდა წერო პასტა და ფურცელი უნდა აიღო და რაღაცა. ხო, ანუ არის ვთქვათ, მაგრამ რო არის კონკრეტული დავალებები. ეს არ არის რაღაცა თეორიები და ლექცია. დავალებები შენ ხარ ჩართული პროცესში, დავალებების კეთება. საკუთარ თავზე მუშაობას სწავლობ. საკუთარ თავზე დაკვირვებას სწავლობ. და ეს არის პირველი ნაბიჯები საკუთარი თავის გაცნობისკენ. რაც არის ყველაზე მნიშვნელოვანი ალბათ თუ ცოცხალი ადამიანი ხარ. იმიტომ რომ თქვენც რო საუბრობდით იმაზე რომ აი მისია რა არის და ასე შემდეგ, ვერაფერს ვერ გაიგებ საკუთარი თავით ვერ გაიგებ. იმას აღმოვაჩენთ რომ ჩვენ რო დღეს ძალიან ბევრი წაგვიკითხავს, ბევრი ფილმი გვინახავს თუ ბევრი ლეგენდა გვსმენია სიყვარულზე და რაღაც წარმოდგენები რო გვაქვს სიყვარულის, ხო? ეგეც კი კითხვის ნიშნის ქვეშ დგება და იმას იაზრებ, რომ რეალურად არის თუ არა თქვენთვის ღირებული სინამდვილე. აბსოლუტურად უფრო მაღალი რამეა პირობოსი სიყვარული, ვიდრე ჩვენ ახანდი გვსოდნია და გვსვენია. აი პირველი გარდატეხა რა პერიოდში იქცენი აი შენ თავში, რომ აი რაღაცა საყრდენი გაჩნდა? პირველი გარდატეხა არის როდის იცით? გვაქვს ეგეთი დავალება, რომ საკუთარი ემოციები ვწეროთ დღის განმავლობაში, მოვლენებიც ვწეროთ, ანუ ნელ-ნელა ეტაპობრივად ჯერ იწყებ რაღაც მოვლენების წერას, მერე იწყებ ნელ-ნელა ალბათ დღის განმავლობაში რაღაც ემოციებს აფიქსირებ, რომ რაღაც პერიოდულობით, რომ 3 საათში ერთხელ იქნება, როგორც მოგიხერხდება, რომ კონკრეტულად იმ წუთას გაჩერდები და შენი რამდენიმე ემოცია უნდა ჩამოწერო. ან მიდიხარ და რაღაც მოვლენა ხდება და აკვირდები იმ მოვლენას რა გავლენა აქვს შენზე. თავიდან გიჭირს, იმიტომ რომ ვერ ხვდები რომ აი მოვლენა რა არის. ხო. და ნელ-ნელა რო ხვდები ეს მოვლენები რა შეიძლება იყოს, იაზრებ რომ აქამდე გძინავს. არ ხარ, ანუ არ გვიძავს. და მთელ დღეს ატარებ გაუცნობიერებლად. და მე დღის ბოლოს ან სუდად ხარ. რაღაც აი მეორე, მესამე შეხვედრის მე ამის პრაქტიკა და ნუ აპრიორში ჩავთვალე რომ რასაც მეტყვიან ის უნდა გავაკეთო. ესე უნდა მოხდეს ალბათ რა, რომ ეს უნდა გქონდეს. სხვანაირად ჩვენ თუ ეჭიდავთ იმას, რომ აი და ჩვენ მე ესე ვფიქრობდი, რომ მე რომ დამემორჩილებინა ჩემი აზროვნებისთვის ეგ რომ ამას რო გავაკეთებ, რამდენ ხანში მივიღებ შედეგს, ან როგორ იქნება, არ მუშაობს. ან κρიტიკაში თუ წახვალ და რაღაც პოლემიკებში ის დამარცხდები და ისევ იმ გზაზე ბრუნდები და ჯობია თავიდანვე მოკლედ მიიღო იმ ინსტრუქციებს და იმ სავარჯიშოებს, პრაქტიკულ სავარჯიშოებს, რომელიც შენ გეხმარება შენი თავის გაცნობაში. და პიროვნულ ზრდაზე რო ვლაპარაკობთ, პიროვნება იზრდები მაშინ, როცა შენ რაღაც დონეზე საკუთარი თავის გაცნობას იწყებ. და მე ხვდები ვინ უნდა განავითარო და რას ავითარებ. აქ არა ლაპარაკი იმაზე რომ მე ცოტა შორს ავარ იმიდან რომ დღეს თავიდან ბოლომდე ვიცი ჩემი თავი, არა. ეს არის ესეთი პროცესი, რომელიც სულ მიდის. და სულ აღმოვაჩენ. თუმცა აქ ხარ ძალიან ბევრი აი იქ პროცესში რაღაც შეზღუდვები და შეიძლება ისეთი რაღაცები შემოვიდეს და ისეთ რაღაცებზე მოგიწიოს უარის თქმა, რაც შენი ორგანულ ნაწილად მიგაჩნდა აქამდე. ეს რთული ეს არ არის ადვილი ამბავი, ხო? თუმცა თუ მოინდომებ ადვილი. მეგონა რომ არ იყო ადვილი. პირდაპირ ვიტყვი. ჩემ შემთხვევაში იყო ესეთი მოცემულობა, რომ ნუ როგორც გითხარით, ჩემთვის ეს დროსტარება, KP, ღვინო და ასე შემდეგ იყო ისეთი, რომ აი ამის გარეშე მე სოციალიზაცია არ წარმომედგინა. ანუ კვირა სამუშაო არ უნდა დამთავრებული იყო ისე, რომ არ აღმენიშნა რამდენიმე დღიანი, მეგობრებს ისე როგორ ნახავ, ასე შემდეგ და იქ გაქვს ეგეთი მომენტი რა, იმ კონკრეტულ მომენტში, როცა იწყე პიროვნულ ზრდას, ის პერიოდი, როდესაც გადიხარ, კურსი რამდენიც არის, ყოველ დღე მინიმუმ ერთი რაღაც დათქმა უნდა, კონტრაქტი უნდა გააფორმო საკუთარ თავთან, რომ მოდი მე ერთ დღეს იმ კონკრეტული რაღაცის გარეშე გავატარებ. შაქარი მიყვარს მაგალითად რა. დავანებოთ ალკოჰოლს თავი ან სხვა რაღაცებს რა. შაქარი გიყვარს, ან ყვება, რა მნიშვნელობა აქვს, რაც შენთვის აი თვლი რომ მაგის გარეშე ვერ რა. ან კამათი გიყვარს. ან კამათი გიყვარს. კი ბატონო, ნებისმიერი რამე. ხო. რაზეც მოდი ესე რომ ვთქვათ, მე რო იაზრებ, რაზეც დამოკიდებული ხარ საბოლოო ჯამში. იმაზე ცდილობ რომ თქვა უარი. 7 ოქტომბერს დავიწყე. 7 ოქტომბრიდან დღემდე ვაგრძელებ, წვეთი არ მაქვს დალეული.
და აღარ გინდათ? აი ეს ხო თქვენი ცხოვრების ნაწილი იყო. ჯერჯერობით არ შევსულ. გაცნობიერეთ, რომ საერთოდ აღარ გჭირდებათ კომუნიკაციებისთვის. შევსულ იმ ფაზაში, რომ გინდა თუ არა ამის მოთხოვნილება გამიჩნდეს. რაც ჩემთვის მართლა წარმოუდგენელი იყო და თურმე რავი ამის გარეშე არა არის რაღაცა სოციუმების სივრცეები, სადაც აი ან ცოტა გეზარება ყოფნა რაღაცა და ალკოჰოლი galახინებს, რომ აი უფრო კარგად ვარ, ეს უფრო კომფორტულად ვარ. ანუ ესე იგი თქვენ შეძელით იმ დონემდე მისვლა, რომ ნებისმიერ სოციუმში შეგიძლიათ იგრძნოთ თავი კომფორტულად, ისე რომ დამხმარე საშუალებები არ დაგჭირდეთ. აბსოლუტურად. რაც გეუბნები ჩემთვის ის იყო რა და ხო იგივე შემიძლია თქვა, ეხა იმ 2 თვის განმავლობაში გრამი შაქარიც არ მიმიღია. შაქარიც ძალიან ეს შაქარიც იყო შეზღუდვაში ხო? ჩემთვის იყო მე ჩავისვი რა. ანუ ნებისმიერ შეუძლია ეგეთი თავის ვიღაც შეიძლება ანტიდეპრესანტებზე ავიღო, მაგრამ ნუ რა თქმა უნდა ექიმის დანიშნულებაც არის, ხა შეიძლება ეგრევე მაგის შეწყვეტა არ შეიძლებადეს, მაგრამ რისი ანუ უვნებლად ესე რომ ვთქვათ, რაც არ დაგანგრევს და შეგიძლია შენ თვითონ გადაწყვიტო რომ მოდი მე დღეს ამას არ ვიზავ. იმიტომ რომ ამაზე ვარ დამოკიდებული და მოხმარებაში. ეს გაცნობს შენ თავს. და საერთოდ არის სტრესული ხო ამაზე უარის თქვა მე. იმდენად არ ვიცი ხა სხვისთვის როგორ არის, მაგრამ მე იმდენად მოტივირებული ვიყავი და ვთქვი რომ რას ქვია, რატო ვერ ბოლო და თუ ამას ვაკეთებ რა აზრი აქვს მაშინ რა. თუ ისე გავაგზელე როგორც იყო, თუ ისინი არ უწერე, თუ იგივენაირად რავი, როცა მომიდება მაშინ დავლიე, როცა მომიდება შაქარი მაშინ ვჭამე ან რაღაცა. მაშინ რა აზრი აქვს, მოდი ვცადოთ. და ეს იმხელა სტიმულს გაძლევთ რეალურად ხო ვითომ არაფერი. მაგრამ იმხელა მიღწევად აი მოდი ახლა მიღწევებზე ვისაუბროთ. აი რა შეიცვალა შენ კურსამდე და კურსის შემდეგ? რა პარამეტრებით ზომავ ამ ცვლილებას? არ ვიცი, მიმღებლობა, გადაწყვეტილების მიღება, აი რას გამოყოფთი ყველაზე მეტად? პირველი თვით შეფასებაზე ძალიან მაგრამ მუშაობს. ანუ აგიმაღდა თვითონ. მიუხედავად იმისა, რომ ყოველთვის მეგონა რომ რავი არ მქონდა პრობლემა, თუმცა როგორ არ გაქვს. და ამას მე ხვდები პროცესში, რომ როი ვიაზრებთ, აი რაც ბატონი ნუგზარი გესაუბრათ ამ რაღაცებს ჩაშლებში, რომ ჩადიხარ, როგორი უნდა იყოს ის ბავშვი იქნება შინაგანიზე დასრული თუ ასე შემდეგ, ამ ყველაფერს რომ გადიხარ, კიდე ბევრი ელემენტია, რაც აი შენ რა აღმოაჩინე, რომ შინაგანი ბავშვი, შინაგანი მშობელი და შინაგანის დასრული გამოღვიძებული ყავდა შინაგანი მშობელი და დასრული კურსამდე? არა. არა. რა თქმა უნდა არა. ანუ ეგეც აი სადღაც ბავშვობაში უფრო დარჩენილი ვიყავი, ხა პირდაპირ ვთქვათ. ანუ გადაუჭრელი ჭიპლარის თემები იყო შენთან. ანუ შინაგანი ბავშვი რაც არის, ანუ ნახეთ, რაღაცები მინდა უფრო მეტი იყო. ის ზუსტად მოთხოვნებზე რო ხარ დამოკიდებული ფიზიკურზე, რომ აი არ გათჭამო, რაღაცა არ გადალიო, რაღაც გამოხატო. ესე ცალსახად არ იყო. ჩემ შემთხვევაში სამივე რაღაც ელემენტები დადების და უკედავის არის, მაგრამ მე ვთვლი რომ იმ ეტაპისთვის ეხლა ცხოვრების რა ეტაპზეც ვარ, გაცილებით ნაკლები იყო რომ მივედი ჩემში ჯანსაღი ზრდასრული ადამიანი, ვიდრე დღეს არის რა. იმიტომ რომ დღეს გაცილებით მარტივად ვიღებ გადაწყვეტილებებს, გაცილებით თავისუფლად შემიძლია რაღაცებზე უარის თქმა, ვიდრე მეგონა რომ არ შემეძლო. ის რომ მაგალითად ჩემთვის იყო აღმოჩენა კიდე ერთი ინსტრუმენტი, რომელზეც მთელი ცხოვრება მესმის, მთელი ცხოვრება ვიცი რომ სწორია, მაგრამ არ ვაკეთებდი, ეგ არის დღის დაგეგმვა რა. საკუთარი დღის დაგეგმვა, რომელიც იწყება წინა საღამოს, ეგ ყოფილა, რავი, კალამთან, ფურცელთან ერთად, აი ეგ ორი დიდი რაღაცა ჩემთვის იყო განსაკუთრებული. ვიღაცებისთვის შეიძლება სხვა ინსტრუმენტები კიდე უფრო არის მნიშვნელოვანი, მაგრამ ჩემ შემთხვევაში რა მიმუშავა რა, საღამოს ჩდები, იაზრებ, რომ ხვალ რა უნდა გააკეთო. მე იქამდე ვაკეთებ ამას, რომ აი დილით ავდექი ხელპირი როგორ უნდა დავდისვან წე, აი საწოლი გაასწორე, ივარჯიშე, მედიტაციაც თუ აკეთებ მედიტაცია, ლოცვა. და აი ამ რა შემოიტანა, რა შეგმადა. ნახეთ, ხო ვითომ ელემენტარული რაღაცეებია. ამას ისედაც აკეთებ. მაგრამ არ იწერ. და მე არ ხაზავრო შეასრულე. ხო, ამასაც აქვს. ესეც თვითშეფასება. აი ძალიან მაგრამ მუშაობს და აკვირდები დღის განმავლობაში თურმე რამდენ რამეს აკეთებ, რომელსაც ავტომატურად აკეთებ და დღის ბოლოს გონია რომ ისე გავიდა დღე რომ არაფერი არ მიხნია, რა არ გიქნია. და მოდი ვთქვათ მაყურებს რომ ეს ყველაფერი მიდის თვითშეფასების ამაღლებასთან, იმიტომ რომ თუ გონია რომ არაფერი გიქნია, რო გააკეთე რა კონკრეტული რაღაც თასკი ქონდა რომ აი უნდა 1 საათი მაქვს იმისთვის რომ ვიმუშაო კონკრეტულ თასკზე რა, რაღაც ამუშაოზე რა. ეს ხო ჩაწერილი მაქვს, დრო ვიცი როდის მაქვს ჩაწერილი. მანამდე და მე არ ვაკეთებ, რაცა უნდა დრო გამომიჩნდეს.
ამას აქვს ძალიან დიდი მნიშვნელობა რა. ის ხო შევასრულე და რო გადახაზავ, რო გაკეთებულია. კმაყოფილება შენ თავი და ესეთი პატარ-პატარა კმაყოფილებებით მე ხვდები რომ დღის განმავლობაში რო დაჯდები და ნახავ რამდენი რამე გადახაზული. უკვე კარგად გზავთ. გიშრომია, გიწვალია, დღეს შედეგიანად ჩაულია. ეს ერთი. არის დღის გეგმას როგორ ექცევი. და არის ეგეთი ინსტრუმენტი რომ შენ მოვლენებს წერ. და თავიდან გონია რომ ეს მოვლენა უნდა იყოს რაღაცა ისეთი რამაც უნდა შეგძრას კიდე თუ არა რა. ამ დროს არა. ალბათ შეიძლება იყოს რაღაც პატარა რაღაც თითქოს, მაგრამ რა შეგეხო ემოცია. ელემენტარულს გეტყვით რა, სარეკლამო SMS-ი მოგივიდა. ზიხარ და რა ვიცი. ნერვები მოგეშალა რომ რა მოგივიდა და გახსენი და აი კითხულო აი ფასდაკლება ან ახალი რაღაცა მოდის და აი არა იმ წამს რა იგზენი. გაღიზიანება და ნერვების მოშლა რა შემჭერს, საიდან აქვს ჩემი ნომერი. გამარჯობა, ამას წერ. მოდი ეს თქვა რისთვის არის ეს საუბრი? ესეც გაცნობიერებისთვის არის. რომ იმ წამს გააცნობიერებთ, რომ ამას ხო ყოველ დღეს ვაკეთებ. ტვინი ავტომატ თავისთვის არის, წარმოიდგინეთ. ჩვენი სხეული აბსოლუტურად სხვაგან არის. ამ იმიღებული ელემენტარული ინფორმაციებით თუ რაღაც ენერგეტიკებით მაინც ჩვენზე გავლენა აქვს. მაინც მიღლებით. ან რავი, გინდა კარხასიაზე დგები კაცო 2 წამი გინდა. ბოლოს მიზეზი არის. და ბოლოს როგორ ხარ იცი რომ აი დღე დამთავრდა და შენ მარტო ფიქრობ რა იცი აი დღის ბოლოსკენ კონკრეტული რაღაცა მოვლენა რა ხდება თვლი რომ ეგეთი იყო მთელი დღე. ამ დროს არა. დღის ბოლოს რო ზიხარ და რო გადახედა მოვლენებზე თან იმ მოვლენას უწერ რომ აი ესეთი ემოცია შემოვიდა ჩემში რა და იქაც არის გადანუმრა მაგალითად ბრაზი ხო 1-დან 10-მდე აფასებ იმ მომენტში ბრაზი როგორი ქონდა რა 3-იანი იყო 5-იანი 8-იანი 7-იანი სიხარული შემომივიდა რავი ვიღაცამ დამირეკა რაღაც კარგი მითხრა აი ჩავიწერე გამიხარდა და დღის ბოლოს გადახედავ და რამდენაერი იყავი და პლუს მაყურებელს ვთქვათ რომ ამით ჩვენ რეალურად სწავლობთ ჩვენი ემოციების აღრიცხვას ანუ და დისტანცირებას ძალიან მაგარი რაღაც აღმოვაჩინე რომ ამას და დისტანცირებას რომ ხო მე არ ვარ აუცილებლად ჩემი შემოვიდა გავიდა ნახეთ როგორ არის პროგრამაში გეძლევათ ჩამონათვალი ემოციების ას კონკრეტული ემოციები წერი და გავხედე და ამდენი თუ არსებობდა არც ვიცოდი. ან თქვენივე ნაწერს რო დახედეთ. თქვენივე ნაწერს არა, ცალკე გაძლევენ ემოციებს, რომელიც რაღაცა სტანდარტულად რა, ემოციები რა მდგომარეობებია და მართლაც ბევრი რა იყო. ან კონკრეტულ მოვლენას რო უცებ რო დაგენ მოხდება რაღაც მოვლენა. ის კონკრეტულად იქედან ირჩევ რომელი ემოცია არის ყველაზე თქვათ ახლოს რა. არ არის თან მნიშვნელოვანი ზუსტად ეგ არის თუ არა. აი კითხვის დროს წამში უცებ რასაც მიაქცევ ყურადღებას იმას ჩაწერ. მაგრამ ძალიან დიდი ხანი ვფიქრობდი რომ ამდენი ემოცია თუ არსებობდა არ ვიცოდი. ხო. ან არ უფიქრდებოდი. ან შინაგანად გაყინული მქონდა ეგ ნაწილი რა. და რეალურად ეგრე ვართ. ჩვენ სამწუხაროდ მე მანამდე ვცხოვრობდი, რა სტანდარტულად რამდენიმე ემოცია იცი, ან ყველაფერს ბრას არქმევ, ან ყველაფერს სიხარულს, ან რაღაცა. შფოთი როგორც ესეთი, ეხა დავამუღამე, თურმე ეგ შფოთია და არა გაბრაზება და არა რაღაცა უფრო ისეთი რაც სუდათ უნდა გამოხატო რა, იმიტომ რომ ჩემთვის ხა შფოთი უფრო მარტივი აღმოჩნდა, ჩემ თავში მისაღებად ვიდრე ბრაზი. ხო, იმიტომ რომ ყველაფერზე კი არ ბრაზდები, კაცო, უბრალოდ შემაწუხა და შევშფოთდი რა და გადამივლის 2 წამში. ხო. მე ამას მოყვება ის ტექნიკა, რომ ეს რაღაცა უნდა მიიღო, გაატარო. ანუ გაიაზრო, გაიაზრო არ უბრალოდ დაიტოვო შენში რა, ანუ ყველაფერს აქვს, აი გასწავლიან თითოეულ მოვლენას როგორი გავლენა აქვს შენს სხეულზე. ამას უნდა მივაქციოთ ყურადღებით, რომ ყველაზე მეტად თურმე გძნობს სხეული. ანუ ამასთან ერთად ვაფიქსირებთ ეს ემოცია სხეულში სხეულში რა წავიგრძენი? ხაი, გული შეგეკუმშა, დაგბურძგლა, თუ რა გააკეთა. და ამით აი რას ვხვდები? ანუ აფიქსირებ შენ სხეულთან კავშირს. და რეალურად რა არის და ნახეთ თურმე ეგ ყველაფერი გრძელდება სულ რამდენიმე წამი და წარმოიდგინეთ ჩვენი ტვინი რას აკეთებს. რამდენიმე წამი კი არა შეიძლება დღეები გაგვიწელოს ერთმა მოვლენამ თუ არ გავჩერდით. და ეს ტექნიკა იმას გასწავლის რომ ეს მიიღე დარჩი ამასთან და იმაზე იფიქრე. ტვინით აღარ მიდიხარ, არ მიყვები იმას, არ ფიქრობ მერე რომ აი რო გამიხარ და მეწყინა თუ რაღაცა იმან მერე ისე ამას არ მიყვები. და რჩები ამასთან და მაგარი ინსტრუმენტია რა. იმიტომ რომ ტვინს ასვენებ ეს ერთი და რეალურად ხვდები რა გემართება
და გაცნობიერებაში და იმასაც ვხვდები რომ არ გკლავს რა. ხო. ანუ რა არც ესეთი საგანგაშო არ ყოფილა რომ მივუახლოვდი და გავანალიზე. აუ რა ბედნიერი ვარ. რო დაუკვირდები აია გაგიხარდა გავიგე მაგრამ ვასკა რა მოიტანს ეს თავიდანვე ესე ბეჯითად მოკიდე ამ დავალებას ხელი აი ესეც ვთქვათ რომ როგორი დავიწყებდი წერას დღეში თუ 20 უნდა მქონოდა საწერი აი ვიჯექი და რა დავწერო და 5 და ძალით და მერე წამოიღო მერე თავისთ მოაქვს მართლა თავისთ მოაქვს ახლა იქამდე რომ ზოგი იქამდე რომ საჭესთანაც წერს ახლა ცოტა ეგ მიჭირს ახლა საჭესთან მაგრამ მე მოვიფიქრე რომ ჩემ თავს WhatsApp-ში უგზავნი ხმოვანს რომ ეხა ეს მოხდა რაღაც არ დავლეწო ვიღაცა მაგას ვაკეთებ და დღის ბოლოს ამ შემაჯამებელ რაღაც voice-ებს და ნაწერი ცალკე რაც მაქვს დავждები ერთად და ამას აქვს მნიშვნელობა რომ ამას აზიარებ მე ინსტრუქტორთან არა ჯგუფში ინსტრუქტორთან ამ შემთხვევაში ან დღეს რა აქვე მე ამას ემატება ის ინსტრუმენტები რომ მე ყოველდღიურად აზიარებ ხო ხო ამას მე არის ის რომ მაგალითად შენ თავს აფასებ რომ სად შეხვედი განსჯაში ვიღაცასთან ესეც დღის განმავლობაში გაქვს შენთვის აღებული რავი რამდენიმე საათში ერთხელ მაგალითად და იმახსოვრებ რომ ვიღაცა არ უნდა განსაჯო არ უნდა განიკითხო არ უნდა შეაფასო მაგალითად და თუ ესე მოიქეცი კონკრეტულ სიტუაციაში იმას ჩამოწერ და მე უყურებ რომ აი რომ რანაირად შეიძლება უკეთესად რომ მომხდარიყო. ამას უკვე გეხმარება ინსტრუქტორი, რომ აი სწორ ფორმულირებებს რომ ან კონკრეტულ სიტუაციაში აი ესე ჯობია მოქცევა, იქ სწავლობ, მაგრამ ის შენ უნდა დაწერო. კი ბატონო. რაც არის. მე ვიცი რომ მადლიერების ყველაზე მაგარი რამე არის მე მგონი. არის ხო? დილა იწყება მადლიერებით. აი ამას რა შემოიტანა შენ ცხოვრებაში, როგორ რა დაგანახა სილაღე? თავისუფლება. და მართლა მადლიერება რა. მაყურებელს რო აუხსნათ არის მადლიერება რაღაც 10 მინიმუმ. მინიმუმ 10-ით იწყო. რა დღეს მე ვერ ჩერდები მინიმუმ 30 მაქვს. თან ისე რომ უნდა დავწერო 30 კი არა. რო რისთვის ხარ მადლიერი, ხო? ნებისმიერ ამის შეიძლება. ხშირ შენ თავიდან გეწყება რომ აი რისთვის, ხო? და მე იმას რო გაიაზრებ, რო გაიღვიძე მაგისთვისაც მადლობა. ანუ საჭმელი გააქვს, გაცვია, ასე თუ ისე ჯანმრთელი ხარ, ქუჩაში არ ხარ. მეგობრები ყავს, ოჯახი ყავს, საქმე გაქვს, ან ეგენიც არ გაქვს, სუნთქა უბრალოდ რა. და რო სუნთქა ამას ძალიან დიდი მნიშვნელობა აქვს, იმიტომ რომ ბევრი შანსი გაქვს კიდე რა ხან სანამ თვალებს ახელ, ხედავ, ახალი დღე გაქვს. მართლა ახალი რაღაცები შეგიძლია. უკვე ძალას გწნებ შინაგანად, ძალიან ბევრი რაღაცები გაკეთება. ამას ისე ვიღებდი რა მანამდე რა. ალბათ ყველა ესე ვიღებთ, ანუ ახალს არაფერს არ მომაქვს, რომ აი რა ხო, ახან გავჩთი, უნდა დავიძინო, გავიღვიძო. და დიდი ამბავი და თურმე დიდი ამბავია. აი, გძინავს. იცი რამ ხელა რამე არის, რომ გძინავს და შეგიძლია რომ დაიძინო თურმე ხო ვითომ არაფერი, მაგრამ ძალიან ბევრია იქ. და ამის შესაძლოა ამას რო აქცევ ყურადღებას და მე შენ თვითონ იაზრებ რომ ვა, მართლა. რა კარგად ყოფილ ვარ, რა მინდოდა. ხო, შეიძლება არადგე და მართლა გულით მოგინდეს და შენ ოთახს უთხრა მადლობა. იმიტომ რომ რაღაც კომფორტულად გძნობ იმ ოთახში შენ თავს არა, მაგარია, კარგად ვართ ერთად, მე და ჩემი ოთახი. საულ, კაია ოთახო. ეგეც არის. არ არის აქ იმაზე, რომ გინდა თუ არა ვიღაცებს ან შენ თავს, ან მარტო ღმერთს, ან ვისაც გინდა. კი, აგერ ჩვენ კომფორტულად მყუდროთ რომ შედოთ, მადლობა ჯეოლობს, იმიტომ რომ დიდი მადლობა ნამდვილად დიდი მადლობა. მოდი, ეხლა რომ თქვათ რაღაც შეჯამებისკენ წავიდეთ და აი გლობალურად რო შეხედო შენ ცხოვრებას და შენს სფეროებს, შენი მოღვაწეობის. აი უფრო მასშტაბურად რა ცვლილებები დაინახე. და აი გარემოდან რა მიიღეთ რა, როცა თქვენ სხვანაირად დაიწყოთ საკუთარი თავის. დავხვეწე ის, როგორც ვიყავი მანამდე. და დაფასება დაიწყე ალბათ. და გარემოსგან მივიღე ის, რომ მეგონა რომ აი ესე რომ მოუწყდება რაღაც პერიოდი წყდები რა. იმიტომ რომ გაქვს რაღაც ადგილები ან ისინი რა ქვია ხოლმე, რასაც შენ თავს ამბობ, რომ აი არ დაგატრიგეროს რა, რომ სანამ პროგრამაში ხარ, რომ თავს არ დაატანო ძალა, რომ ისე უკან არ შეგაბრუნოს, მაგალითად, სადღაც კონკრეტული ადგილი გაქვს, სადაც უდი მოგონებები გაქვს და იქ არ გინდა სიარული რა. ოკეი, არ დავდიოთ. რაღაც გარემოებებს ცოტა-ცოტა რო ჩამოშორდი, სულ მეგონა რომ აი მარტო დავრჩებოდი, მაგრამ დავრჩი კი არა, პირიქით ძალიან აი ვიცი ადამიანებისგან იმ ხელა სითბო წამოვიდა ეხა სხვებისგანაც რა. ვისაც ცოტა ხანი არ მინახავს ვიღაც პირიქით გაფასე ფიზიკურად შევიცვალე, ხუმრობის გარეშე ფიზიკურადაც შევიცვალე და ჩემთვის ყველაზე მნიშვნელოვანი რაც არის ჩემ ცხოვრებაში
გახანგრძლივდა პერიოდები სიმშვიდის. ანუ ხვდები რომ ზივარ და შვიდად ვარ. და ხანდახან ის მაწუხებს რომ რატო ვარ ესე მშვიდად. იმიტომ რომ რაღაცა ხო არ გენატრება ის რაღაც ფოტოები. არ მენატრება, უბრალოდ მაინც აქვს ჩემს ტვინს ჯერ დარჩენილი ის რომ აი რაღაცა უჩვეულოა რა, ისეთი არ არის რა, როგორიც იყო და რაღაც ახალ ყოფადობაში აღმოჩნდი. უფრო მიზანდასხული გავხდი. ეს ყველაფერი ხალხო თან გამოიხატება იმით კი არა რომ აი რაღაცა 10 ჯერ უფრო მაგარი ტიპი გავხდი. არა და რაღაცა ოსკარი უნდა ანუ აი მართლა რაღაცა იოტის ოდენა წინსვლებით, მაგრამ ეს პატარა ნაბიჯები, როცა იაზრებ, ანუ ამ პროგრამის საშუალებით მაგას უფიქრთები, რომ თურმე რამდენი ის იყო უკან ნაბიჯი იმდენი გადადგმული მანამდე, რომ ჯერ 0-ს ვეწევი. რომ აი სწორ ჩემთვის წარმოდგენაში სწორ ცხოვრების წესს ეხა ვეწევი და მე უკვე ჩემთავს მაგას უფასებ და ეგ ძალიან მაგარია ჩემთვის, რომ ჩემი მისწრაფება სწორი ცხოვრებისკენ და ამ გზაზე რომ დავდექი უკვე. ეს იმას არ ნიშნავს რომ დადექი არ გადავარდები. ხო. ხან წაიქცევი ადგები თავიდან ვაგრძელებ, ხან რაღაცა ჩავიქნევ და რა. ადრე თუ ჩავიქნევდი ხო აი ელემენტოულზე ვთქვით რაღაცაზე. იმისკენ მიმბრუნებელი არ ვიყავი, აი რავი, ალბათ არასდროს. და დღეს უკვე როგორ ვარ, იცი, არა უშავს წავიქეცი რა მოხდა რა, ავდგები. თავარი იმ გზისკენ მივდივარ და ამის უნარი გამოვიმუშავე. კი ბატონო. იცი რა მაინტერესებს, ჩემს ძალიან საინტერესო ერთი კითხვა, რომ აი ამ კურსის შემდეგ და აი ამ სოფხედველობის შემდეგ და პროცესში შემდეგსაც ვერ ვიტყვი, ხო? ამბიციურობა და ამბიციები მოგემატა თუ დაგაკლდა? ჯანსაღი გამიხდა. აი ეგ რას ნიშნავს? რას ნიშნავს და გააზრებულად ნახეთ როგორ არის. გაქვს ამბიცია, რომ მაგალითად აი უნდა გავხდე რაღაც, არ ვიცი. ხო, რაღაცა მინისტრი გინდა რომ გახდე რა. არ მე უკვირდები რა, შენ გინდა? რათ მინდა? აქ დავჟავად ვარ ბედნიერი რა. კი, როგორ არა. ანუ იმის ამბიცია რომ მე ჯანსაღი ვიყო, მაგის ამბიცია მაქვს. მაგრამ ეს ჯანსაღი ჩემთვის აღარ ასოცირდება მინისტრობასთან, ხვდებით რას ვამბობ? თორე ამბიცია როგორ არა მაგაც იმის ამბიცია მაქვს რომ კიდე ხვალაც უკეთესი ვიყო და კიდე როგორ კიდე უკეთესი ვიყო და ასე შემდეგ. რაღაც ისე როგორც თქვენ გაწყობთ და არა როგორც საზოგადოებას და გარემოს. ზუსტადაც იმიტომ რომ მართლა დამაფიქრა, მანამდე ვფიქრობდი და პროგრამაში დაურწმუნდი. 90%-ზე მეტი მინდა და სურვილი რაც მე მქონდა, ეგ ჩემი არ არის. იქამდე მივედი რომ ჩემსას ვეძებ ჯერ. მაგრამ ერთი რაც ვიცი უკვე რომ აი ეგ მინისტრობა გინდა თუ ახალი მანქანა გინდა თუ რა ვიცი, ვერეტევი თბილისში და გინდა მონტე-კარლოში. ყველას თავისი აქვს რა, ჩემზე ვლაპარაკო შემთხვევაში. ეგ მე კი არ მინდა. ეგ თურმე მე არ მინდა რა. აი ეგ რო დავინახე, ჩემთვის ეგ ძალიან დიდი პლუსი არის და ეგ მაფიქრებინებს იმას და იმ სტიმულს მაძლევს, რომ ეხა ვეძებ მე ჩემ თავს. ეხლა ვეძებ მე ჩემ მართლა რა მინდა. მას მე რაც შენ თავის გაცნობა დაიწყე რეალურად. თუნდაც იმის დაკვირვება, რომ დღეში, რა ვიცი, 20 მოვლენას კი არა, ხან 30-ს რო დავწერ, იქ ხვდები ჩემზე რა როგორ მოქმედებს რა. ვინ ხარ და როგორი ხარ? ეხლა ხვდები თურმე ანუ რა მარტივი ვარ, ან პირიქით აქ როგორი ჩახლართული ტიპი ვარ და აქ სად არის ამის სათავე, რატო ვარ ესე? ის რომ კიდე ერთი მაგარი რაღაცას გეტყვი, პაუზის აღებას გასწავლიან ძალიან მნიშვნელოვანი რამეა რა. რას ნიშნავს პაუზის აღება? აი რაღაცა ხდება, ეგრევე პასუხი არ დააბრუნო არასდროს. ჩემთვის ეგრე ჟღერს ეგ და ძალიან მაგარია. ან ორი ნაბიჯი ან 24 საათი, ხა ცოტა რთულია შეიძლება 24 საათი, მაგრამ აი ემოციურ დონეზე ეგრევე ისედაც ხო ვიცით რომ ემოციებით გადაწყვეტილება არ უნდა მიიღო. ეს ისე ვიცით ეს რაღაც ცოდნები ვითომ არის ჩვენში, მაგრამ ამას პრაქტიკაში რომ ნახულობ მართლა ეგრე მე ამას აკეთებ, რასაც გადიხარ ამას ნელ-ნელა აკეთებ, შენ ოჯახში აკეთებ, სამეგობროში აკეთებ, სამსახურში, გარემოში სადაც ტრიალებ და მოქმედებს, მუშაობს, მართლა მუშაობს და მუშაობს ნიშნავს ყველაზე მთავარი რაც არის რომ ვიცოდეთ ჯადოსნობებს რომ ვეძებთ, მთავარი ჯადოსნობები ხდება ჩვენ თავში. და აი გადაწყვეტილების მიღებას რომ დავუბრუნდეთ, ჩვენ კადრს საუბრობდით ზედმეტი ფიქრის არასაჭიროებაზე, რომ ეს არის ტვინის უკუჩვენება, როგორც ბატონმა ნუგზარმა ახსნა. ტვინის ფუნქციის უკუჩვენება. და აი ამ ხრივაც გითხარით რა, ანუ როგორ შეცვალა overthinking-ს რო ეძახით, ანუ აი
აკვიატებული აზრები, ფიქრები, შფოთვები და კომპლექსური რამეა ეგ აკვიატებული აზრები, რომ ერთი ხელის მოსვლით მაგას ვერ უშველით, მაგრამ ისევ იქ მივდივარ, რომ იმ ინსტრუმენტებით, რასაც იქ სწავლობ, ამის მართვა სწავლობ და სადღაც ნელ-ნელა არ ვყვევ, რომ რომელი არის ზედმეტი ფიქრი, ან რომელ ფიქრს ჩაეჭიდო, რომ განავითარო ჯანსაღი ფიქრი რომელია. ეს ერთი და როგორ შეიცვალა, ისევ იქვე პროგრამაში გვასწავლეს კონკრეტული ისინი რა ქვია ინსტრუმენტები, როგორ უნდა მიიღო გადაწყვეტილება მაგალითად რა. რაღაცა გადაწყვეტილება მისაღები, ესე ჯვარის ფორმის დეკარტეს იმას გააკეთებ, კვადრატს გააკეთებ, ჩამოწერე რაღაცებს რა. ხო, კონკრეტული ინსტრუმენტია და მართლა იაზრებ რა. და ამ ყველაფერს ყველაზე მთავარი რაც არის ხელით რო წერ, კალამი რო გიჭიროს და ფურცელი რო გიჭიროს. ეს რაღაც ცალკე მაგიაა. მე როგორც ბატონო ნუგზარმა ამიხსნა, ყველაზე ახლოს ჩვენს ტვინთან არის ხელი. ხო, ეტყვი, იმიტომ რომ შესაბამისად, რასაც ვაკეთებ, უფრო კარგად აღიქმება ტვინისთვის. ნახე, ესეც ჩართული გაქვს, ფიზიკური შეხებაც ჩართული გაქვს, თან უყურებ. გაცილებით უფრო მობილიზებული ხარ, უფრო ხელშესახებია. დაიწერ, დაინა. გამოიტანე საკუთრს და გარედან უყურე. ანუ როგორი რაღაცა იცით, ბიზნეს სკოლა მაგდამთავრებულია, საზოგადოების ვისწავლა, ეს ყველაფერი მქონდა მოსმენილი, მაგრამ არასდროს პრაქტიკაში უარ მქონდა გაკეთებული. და რაღაც მიშვებული რომ მქონდა რა. ანუ ის თქმა უნდა რომ განა რაღაცა პირიქით ჩვენ უბრუნდებით პროგრამაში იმ საწყის და იმ თავარ და მარტივ რაღაცებს სწავლობთ. რაც ისედაც ბუნებრივი და ორგანულია ადამიანის ჯანსაღი ფსიქიკა. მქონდა რომ აი ეს პროგრამა ჩემი აზრით ეხა არ ვიცი რამდენად თუ მე რომ მკითხოთ ყველასთვის უნდა იყოს სავალდებულო. უნივერსიტეტში მინიმუმ 1 სემესტრი უნდა ეთმობოდეს იმისთვის რომ განა რა უბრალოდ ადამიანები რომ სწორად გამვიტან სწორად როგორ თქვა გავაჯანსაღოთ საზოგადოება. ჯანსაღი საზოგადოება თუ გვინდა მეტი ჯანსაღი ადამიანები. ეს პროგრამა ერთ-ერთი ყველაზე მაგარი აუცილებლად მინდა და შენ თუ გაქვს კითხვა კიდე და ეს კითხვა აი ძალიან მე მაწუხებს რაღაცნაირად რომ უმრავლესობა ადამიანი ვინც მიდის ამ კურსებზე და ისედაც ზოგადად ცხოვრებაში როცა არ მივიდეს პიროვნული დისკურსზე ხო მოტივირდებით ნეგატიური მოტივაციით აი რაღაცას გაურბიხარ რაღაცა დავამტკიცო ეს არის ეგ მე მაგალითად მაქვს ეგ დაჭერილი ჩემ თავში რომ მჭირდება რომ რაღაცაზე გავუბრაზე კი არა აი ნახე თუ არ გავაკეთო თუ რაღაც როცა აქ გაივლი ამ კურსს და უკვე ხვდები რომ აქ დაამჟამად კარგად ვარ, ბედნიერად ვარ. აი მან ცოტა მაქვს მე შეიძლება ეს რაღაცა ჯერ არ ვიცი და იმიტომ შიში რომ ეს პოზიტიური мотиваცია საერთოდ გავიჩნდება, დავჭდები და კარგი არც არაფერი რაღა აი პროფესიულის და თუ გავითარ აი ეს პოზიტიური мотиваცია მართლა გაგჩენია შენ? ისეთივე მძლავრია როგორც ნეგატიური? კი და უფრო პროდუქტიული და შედეგია შეიძლება იყოს. უფრო სათუთი. ნახე რას არიძაბები მაგ мотиваციით, ხვდები? ანუ ეგეთი мотиваცია არ გძაბავს. მაგრამ არის იგივე ხარისხის როგორც ნეგატიური. ნახე რატო მაგ შემთხვევაში, ჩემ შემთხვევაში ეგე დროს ვარჯიშობ იმაზე, რომ პირველ რიგში შენი თავი მიიღო. და შენ რო გადაწყვიტო, რომ შენი თავი ისეთი მიიღო, როგორიც არის. დღეს არ არის თქვა იდეალური, ვერ დგები შენ ყოველდღე 6 საათზე ვერ დარბი ხარ 10 კილომეტრს ასე შემდეგ ინსტაგრამის სტანდარტები რაც არის და ბევრი რაღაც ხო არ არის ეგ მაგრამ ბიჭო აი ესეთ ტიპსაც რომელიც მაგებს არ აკეთებს შეგიძლია შენი мотиваციას შეასხა ფრთები შენს მიზნებს ანუ თუ სწორად მესმის შეიძლება როცა რელაქსირდები და მიიღებ შენ თავს როგორიც ხარ რაღაცები თავისთავად და შენ პოტენციალს უკეთესად გრძნობ მე და რეალიზდე რომ ეს ჯობდე მეტად იცნობ შენ თავს და ხვდები სად ანუ ჩემ შემთხვევაში სად ჩააჭირო სად არ ჩააჭირო და სულ დაძაბული ახლა რომ ანუ ეხა რომ ეს არ ხო სადღაც შეიძლება საერთოდ სხვა გზა დაინახო რა და რასაც აქამდე აკეთებდი ეგ კი არ არის კაცო შენი მოწოდება აბსოლუტურად სხვა რამეა რა. გაგიჟებით რაღაცა და რა აუცილებელია რაღაცას ძალით აკეთებდე, რაც შენს თავში წარმოდგენილი გაქვს, რომ აი ეგ არის ძალიან მაგარი. რატო? როცა შენს მეს ბედნიერებისთვის შეიძლება აბსოლუტურად სხვა რამე ჭირდება და გაცილებით მარტივია. და აქ და ახლა თუ შენ ბედნიერი ხარ, რაღაცა რაღაც ფართ ხარ. ხო,
რაღაცა ხო? აი მაგის გაცნობიერება ალბათ ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანია. ძალიან მნიშვნელოვანი არის. თუ არ არის აუცილებელი პირობითად ვიყო მინისტრი და შეიძლება როზი არაფერი სადაც არ იყო რა, ბაღის მასწავლებლობა გაცილებით შეიძლება ჩემი იყოს და ბედნიერი იყოს, პროფესიებს რო შევადაროთ, ვიდრე რა ვიცი, ის აქვე არქიტექტორ, დიზაინერობა ან რა ვიცი. არა, მე მაგას არ ვამბობ, ნახე, რაც მე მინდა და მიყვარს, ის ვიცი და იმის კეთებაში ხო არ დამაკლდება мотивация. არ გაკლდებათ თუ ის რაც თქვენ თვლით რომ გიყვართ და თქვენია, თუ მართლა თქვენია, გაცოცხლდება ის პოზიტიური мотивация. პირიქით. კი ბატონო. უფრო მოეფერები შენ თავს, უფრო ხელშეუწყობ იმაში, რომ მაგზაზე იარო. უფრო ბუნებრივად გაიხსნას რაღაცა. მეტი გზა გამოგიჩნდება, იმიტომ რომ ეს მანამდე პროგრამამდე და ამ იმაში რაღაცა სწორი ხედვები გვაქვს რა, ჩაკეტილი გაგონება და გონია რომ გამოსავალი მარტო ერთი გზაა. ამ დროს არ არის მარტო ერთი გზა გამოსავალი რა. მესმის, ახლა უკან არ ვიხედებით რაღაც დონეზე მესმის, თუმცა შინაგანად ეს უნდა გაჯდეს ალბათ, რომ მოდუნდე და გაჯდება, როცა ბოლომდე მივენდობით კურსს, გავაკეთებთ იმას, რასაც ბატონი ნუგზარი გვეუბნება რომ ვაკეთოთ სავარჯიშოების დონეზე და არა მარტო იმ 2 თვიან, 3 თვიან თუ 4 თვიან ვისაც რა როგორი კურსია მაგ პერიოდში არა. ეს უნდა გრძელდება, ეს უგრძელდება. არ ვიცი, ამ კურსს ნამდვილად აქვს ეს რაღაც ინსპირაციის და ბიძგის მოცემის პოტენციალი. ეს ნამდვილად არის ენერგეტიკულ დონეზეც იგრძნობა, სულ რო ინტელექტუალურ წიაღისეულებში არ შეხვდა, საერთოდ ვერ გაიგო რაზე ლაპარაკობენ, ენერგეტიკულად იქიდან გამოდიხარ, დამუხტული და რაღაცა ცვლილების ჟინით და დიდი მადლობა ამ კურსს, ნუგზარ ძიძი კურსს ამისთვის. მადლობა თქვენ რომ მოხვედით და გაგვიზიარეთ და კონკრეტული მაგალითი ამბავი ყოველთვის მნიშვნელოვანი და ყოველთვის ინსპირაციის საფუძველია ხოლმე. მადლობა ნინი და მადლობა ირინა. აი ერთი რაღაც რაც დავაფიქსირე კიდე თქვენი საუბრიდან არის ის რომ გარდა იმისა რომ საკუთარი თავის შემეცნებას სწავლობ აი ამ ჩანაწერებით საკუთარი თავისთვის დროის დათმობასაც სწავლობ და უფრო აცნობიერებ რამდენად ღირებული ხარ. აი ჩვენ ეს დავიწყეთ საუბარი რომ თქვენ გქონდათ სხვების მოთხოვნებზე იყავით ხო უფრო ორიენტირებული ვიდრე საკუთარ თავზე და ალბათ ეხლა ხვდები როგორ დაგეხმარებოდათ ეს თვითდისციპლინა საკუთარ ფიქრებზე ორიენტირება საკუთარ თავის მნიშვნელობის გააზრებაში. ესეც ძალიან მნიშვნელოვანია. ყველაზე დიდი რამე რაც ალბათ ადამიანს ცხოვრებაში როდესაც აკეთებ, პირველი არის ის რომ შენი თავი გაიცნო. მე იყარებ შენ თავს და მე ყველაფერი შეგიძლია რა. და ეს პროგრამა მაგის დასაწყისი არის რომ პირველ რიგში შენი თავი. ამაზე მაგარს ალბათ ადამიანი ვერაფერს ვერ გააკეთებ რომ შენი თავი გაიცნო. ვერავი რაც არასაც უნდა მიაღწიო, რაც უნდა აკეთო, მე მართლა მჯერა უკვე ამ პროგრამის მერე რომ თუ შენი თავი არ იცი, ვინც არ უნდა გახდე. რაც არ უნდა გახდე. ამდენი ტაშიც უნდა დაგიკრან, ან არ დაგიკრან, ან რაღაცა, ფუჭია ყველაფერი. ნამდვილად მე მგონი რომ აბსოლუტურად ყველა თუ არა უმრავლესობა მაინც დაგეთანხმება ამაში. თავარი არის იცოდე ვინ ხარ შენ. ვინ ხარ და რა გინდა. და ამაში გეხმარება ეს კურსი ამის გაცნობა. აუცილებლად. ყველაზე მაგარი ინსტრუმენტი არის აქამდე მე რაც მინახავს და ვაგრძელებ და ასე შემდეგ. ძალიან დიდი მადლობა ვასკა საინტერესო საუბრისთვის. ჩვენი მაყურებლისთვისაც დარწმუნებული ვარ, რომ ძალიან საინტერესო იყო. ირინა, მადლობა. მადლობა და ვემშვიდობებით. გემშვიდობებით. ნახვამდის. კარგად იყავით.